ვიწყებთ ახალ დიპლომატიურ კვირას. კონსულტაციები გაიმართება ევროპელ ლიდერებთან. უპირველესად განვიხილავთ უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენი მდგომარეობის მხარდაჭერასა და თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტებს. პირველ რიგში ჰაერის თავდაცვასა და უკრაინის გრძელვადიან დაფინანსებას. რა თქმა უნდა, განვიხილავთ საერთო ხედვას და ერთიან პოზიციებს მოლაპარაკებებში. ბოლო დღეებში უკრაინის წარმომადგენლებმა არსებითი დისკუსიები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებთან. ახლა კი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ევროპის მიმართულებით მიემგზავრებიან. მათგან დეტალურ ინფორმაციას ველი ყველაფერზე, რაც ამერიკის წარმომადგენლებს მოსკოვში უთხრეს, იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან ჩვენთან და რუსებთან მოლაპარაკებებში. გუშინ სტივენ იუტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ვისაუბრე. მადლობა მზადყოფნისთვის. ჩვენთან ერთად 24/7-ზე იმუშაონ. ამერიკის წარმომადგენლები უკრაინის ძირითად პოზიციებს იცნობენ. საუბარი კონსტრუქციული, თუმცა არც ისე მარტივი იყო. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. ზოგიერთი საკითხის განხილვა მხოლოდ პირადი შეხვედრით არის შესაძლებელი. უმეროვი და გნატოვი დეტალებს გამაცნობენ. მეც ვისაუბრებ ევროპელ ლიდერებთან. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ლონდონსა და ბრიუსელში.